Რატომ არ უნდა ნიკიტა მიხალკოვს ქართველი სიძე ახალგაზრდა რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი თბილისში სასოლესთან ნადია მიხალკოვასთან ერთად ჩამოვიდა. ქრონიკას წყვილის ექსკლუზიური კადრები აქვს. მოსკოვური გლამურის ორი ცნობილი სახე უკვე რამდენიმე თვე ერთად არიან, თუმცა მათ შეუღლებას პრობლემებს ნადიას მამა უქმნიდა. საბოლოოდ როგორც წესი სიყვარულმა გაიმორჯვა და მალე ქართულ-რუსული ოჯახი შეიქმნება. მანამდე კი თანამედროვე რუსული კინოს ქართველი წარმომადგენელი და ცნობილი რუსი რეჟისორის ქალიშვილი ახალი წლის აღნიშვნას თბილისში აპირებენ. ქრონიკის ექსკლუზიური კადრები. ნიკიტა მიხალკოვის უმცროსი ქალიშვილი ქართულ საქმროსთან რეზო გიგინეიშვილთან ერთად მცხეთაში სადილობს. შეყვარებული წყვილი თბილისში გუშინ ჩამოვიდა და პრესას საგულდაგულოდ ემალება. ერთადერთი რუსი ოსკაროსანი და გავლენიანი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის შვილის ნადიას და რეზო გიგინეიშვილის სკანდალური რომანი მალე ქორწინებით დაგვირგვინდება. ამბობენ, რომ ამ კავშირს ნიკიტა მიხალკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ამის გამო ოჯახში დიდი განხეთქილებაც იყო. 26 წლის ქართველი რეჟისორის და 21 წლის ნადია მიხალკოვას რომანთან შეგუება ნიკიტა მიხალკოვს მაინც მოუხდა. წარმატებული ქართველი ახალგაზრდა ამასაკში უკვე მეორედ და ისევ პოპულარულ ქალზე ქორწინდება. რეზოს პირველი ცოლი, რომელთანაც ქალიშვილი წყავს, ფაბრიკა ზვიოზდის მონაწილე ნასტია კაჩეტკოვაა. რუსული პრესა წერს, რომ ნასტია მეუღლესთან განშორების წინააღმდეგი იყო. ეს ინტერვიუ 3 წლის წინ არის ჩაწერილი. Много кто бы позавидовал мне. ისეთი ადამიანია ალბათ ბევრს შეშურდებოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში აღმოჩნდა. ყველა ქალი ისურვებდა ასეთ მეგობარს და მით უმეტეს ქმარს. Но уж тем более такого мужа. რეზო მოსკოვური ბომონდის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ახალგაზრდა ასაკში მოახერხა ფილმის გადაღება, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა და მასაც მოუტანა. სიცხეში ის დამდგმელი რეჟისორი იყო. თავარ როლს კი მისი პირველი ცოლი ასრულებდა. თუმცა ამ ფილმის გადაღებისას ის ნიკიტა მიხალკოვისთვის როგორც ჩანს საკუთარი სიძლიერის დამტკიცებას ცდილობდა. Чем она отличается от персонажа, например, Никиты Сергеевича Михалкова? ჩვენთვის საინტერესო იყო როგორ ცხოვრობს თანამედროვე ახალგაზრდობა მოსკოვში და რით განსხვავდება ნიკიტა მიხალკოვის და სტეკლოვის ფილმების პერსონაჟებისგან. ქალაქი იგივე აქვს, ცნობებიც, იდეალებიც, თუმცა შეიცვალა რითმი და ახალგაზრდების მიზნები. რეზო გიგინეიშვილის მეგობარი ფიოდარ ბანდარჩუკია. ერთად იმუშავეს ფილმზე მეცხრე როტა, რომელმაც 2005 წლის რუსული საუკეთესო ფილმის წოდება მოიპოვა. ნიჭიერმა რეჟისორმა თავის წარმოჩენა ამ ფილმით შეძლო, ამის შემდეგ კი იმუშავა ორ პოპულარულ სერიალზეც. ბანდარჩუკი ამბობს, რომ რეზო მაქსიმალისტია და ბევრი თვისებით მას გავს. Стоп. Юношеский максимализм, когда он ახალგაზრდულ მაქსიმალიზმს სწავლეს და ეს მომწონს. მის მიმართ ძალიან გულწრფელი ვარ. ჩემს გამოცდილებას კავშირებს უზიარებ, რაც მომავალში გამოადგება. ჩემსავით მუშაობს გადასაღებ მოედანზე და ეს ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. რეზო გიგინეიშვილი და ნადია მიხალკოვა ახალ წელს თბილისში გიგინეიშვილების ოჯახურ გარემოში შეხვდებიან. ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილი ჯერ ქართულ ტრადიციებს გაეცნობა და ქართველების რძალით სავარაუდოდ ნაახალწლავს გახდება.